არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიდემოკრატიული და რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტი სულ უფრო მზარდ მასშტაბს იძენს. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ყოველდღურად ემიჯნებიან ოლიგარქიული რეჟიმის პოლიტიკას და გმობენ არჩევნების გაყალბების შემდეგ ქართული ოცნების მიერ ხელისუფლების უზურპაციას. ამჯერად ივანიშვილსა და მის გუნდს კულტურის სფეროს წარმომადგენლები მოუწოდებენ შეწყვიტოს ქვეყნის კრემლის გავლენის ქვეშ მოქცევის მცდელობა, დანიშნოს ახალი არჩევნები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები. მუსიკოსები, მხატვრები და მსახიობები აცხადებენ, რომ უმძიმესი კრიზისის დასაძლევად ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნების დანიშვნაა. კულტურა ვერ იარსებებს, ვერ განვითარდება ამ ქვეყანაში, თუ კი ქვეყანა არ იარსებებს. შესაბამისად, ჩვენ ვიყენებთ ყველა იმ პროტესტის ფორმატს, რომელიც არის მშვიდობიანი, გარე სივრცეში თუ შიდა სივრცეებში, ვიბრუნებთ ჩვენს ინსტიტუციებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში და ვიბრძვით ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად. ვუერთდებით მთავარ მოთხოვნას, რომ ამ კრიზისიდან გამოსავალი არის მხოლოდ ერთადერთი, ეს არის ახალი არჩევნები და შესაბამისად ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნა ასევე ამასთან ერთად არის სოლიდარობის მოთხოვნა, რომელიც გულისხმობს პოლიტპატიმრების განთავისუფლებას. როგორც მუსიკოსი, რიგითი მუსიკოსი, სხვა მუსიკოსების სახელით ვუერთდები საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის ალმე ზურაბიშვილის და საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოთხოვნას, პირველ რიგში განთავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები და შემდეგ უკვე დაინიშნოს ახალი არჩევნები. ჩვენ დღეს ვსაუბრობდით აქ იმაზე, რომ ახალ წელს არ ექნება ისახე, რასაც ჩვენ ყველანი მიჩვეული ვართ. ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ უდანაშაულო ადამიანების ხედან ციხეში არ ექნება არა მარტო მორალური თვალსაზრისით, არამედ ჩვენ როგორც ძალიან შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანები ჩვენს წვლილს შევიტანთ იმაში, რომ ახალი წელი იმ სახით, რა სახითაც ჩვენ მიჩვეული ვართ, მას არ დადგეს საქართველოში. კინოს მხრიდან ეს დავამატებ, რომ ჩვენ ვითხოვთ, რომ ყველამ ხელისუფლებამ ამჟამინდელმა პირველ რიგში დაინახოს ის, რაც ხდება. ეს არის ძალიან მარტივი, მხოლოდ თვალის გახელა უნდა ამას, დაინახოს ის ციფრი, დაინახოს 200,000 ადამიანი და არა 3,000, დაინახოს და წაიკითხოს, რა წერია დასკვნაში, რაც წერია და არა რაც მას უნდა რომ დაინახოს და წაიკითხოს და ეს არის ჩვენი ესე ამ მიმართულებით ვაგრძელებთ ძალიან ესეთი სრულად მკაფიო ჭეშმარიტებისთვის ბრძოლას.